ჩვენ გასულ კვირას პირველ მუხლზე ვისაუბრეთ და მრწამსის პირველი მუხლი განვიხილეთ მეტნაკლებად. იცით რა? პირველ რიგში რისი თქმაც მინდა დღევანდელი დღის დასაწყისში ეს არის ასეთი რამ, რომ თქვენ არ გეგონოთ, რომ ნებისმიერი საკითხი საღვთისმეტყველო თემა, მან ცივქვაზე, სკამი არის აკლენა. ნებისმიერი საკითხი ეს მე ახსარებასთან მიმართებაში გეუბნებით ხოლმე ყოველთვის ამას, მაგრამ არა მარტო ახსარებასთან მიმართებაში, ნებისმიერი საღვთისმეტყველო საკითხი შეიძლება ჩვენ მივამსგავსოთ არქეოლოგიას, მეცნიერება არქეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ნახეთ რა ხდება, როგორ მუშაობს არქეოლოგია. მოდის და რაღაცა მიწის ერთ ფენას მოხსნიან ხოლმე და გამოჩნდება, რომ უი თურმე აქ რაღაც ყოფილა. შემდგომ ფენას მოხსნიან და კიდე გამოჩნდება, უი კიდე უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი აღმოჩნდა ეს, რომ ადრე თუ მხოლოდ კედელი დავინახე, ეხლა თურმე საძირკველით შემიძლია დავინახო, როგორი სახლი აუშენებია ვიღაცა ჩემ წინაპარს. ამის შემდგომ კიდე რაღაცა ფენა-ფენის მოხსნით, აბსოლუტური სურათი შეგიძლია წარმოიდგინო რაღაცა ამა თუ იმ, ესე იგი, ისტორიული მოვლენისა, რომელიც არქეოლოგიურად შეიძლება იყოს ასეთი რამ გახლავთ ღვთისმეტყველება. ასეთი რამ გახლავთ ახსარებაც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ სრულყოფილი ახსარებაც არ არსებობს. ადამიანი, როდესაც მოდის ახსარებაზე, შეიძლება იქიდან გავიდეს და იმდენი რამე გაახსენდეს, მერე ვაიმე შემოსვლა მოერიდოს უკან და ასე შემდგომ. ამან არ შეგაშინოთ, ამან არ დაგაბრკოლოთ, გაგახსენდებათ ეს უნდა ჩაინიშნოთ და კვლავ ახსარებაზე უნდა მოხვიდეთ. ასეთი რამ არის ღვთისმეტყველებაშიც. მე რომ წაგიკითხოთ ეხლა თქვენ მაგალითად სახარების განმარტებაზე დავიწყოთ ლაპარაკი და დავიწყეთ თქვათ ქრისტეს გენეოლოგიით იწყება მათეს სახარება და მოგიყვეთ ამ გენეოლოგიის შესახებ. ეს არ გეგონოთ თქვენ რომ ისეთი ამომწურავია და ყველაფერი გითხარით თუ რამე ესე იგი არსებობს დედამე, ასეთი რამ თქვენ არ ჩათვალოთ, ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ დოგმატურ რაღაცა კონკრეტულ კანონს ეხებოდეს, რომ ამის მეც ვერაფერს ვერ იტყვის ადამიანი. აი ჩვენ მივალთ ამ თემასთან ახლა ესე იგი ძე შობილია მამისაგან და სულიწმინდა გამომავალი და ამის შემდგომ ახლა ამის ახსნა განმარტება რომ მოგთხოვოთ, იცით რა, წმინდა მამებს არ გააჩნიათ ამისი ახსნა განმარტება, ამისი ჯერ აქვს წამს და ნუ მერე რაღაცა მიახლოებითი მაგალითები შეგვიძლია მოვიტანოთ, მაგრამ ამისი განმარტება არ შეგვიძლია, მაგრამ თვითონ ეს საკითხი მე როგორც დავიწყე ახლა და თითოეულ სიტყვას შევეცადე რომ სიღრმეში ჩავსულიყავი, თქვენ შეიძლება კიდე სხვა უამრავი ვერსია მოისმინოთ, რა თქმა უნდა მოისმინოთ ეს მამათა მიერ თქმული, ავტორიტეტი მამების მიერ თქმული და არა ის ახლა ვიღაცა თანამედროვე ფილოლოგი როგორ შეიძლება განმარტავდეს ამას ყოველივეს. ამიტომაც რა თქმა უნდა ამომწურავი ეს არ იქნებოდა, იმიტომ რომ აქედან რომ გავედით, მე მეც გამახსენდა რომ თქვათ იგივე ხილულ და უხილავ სამყაროსთან კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, იმიტომ რომ პირველი მუხლი ასე მთავრდება. რწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლის სამყროფელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. და ჩვენ დღეს მეორე მუხლზე უნდა გადავიდეთ, თუმცა კი მაინც გეტყვით ამ ხილულისა და უხილავის შესახებ. არახილულ ჩვენ ვეძახით არამატერიალურ არსებებს, ანუ მაგალითად ანგელოზებს, რომლებიც ამ მატერიისგან არ არიან შექმნილი, ისევე როგორც თქვათ ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ და ხილულს ვეძახით ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და სხვადასხვა გრძნობებით შევიგრძნობთ. ეს შეიძლება იყოს შეხება, შეიძლება იყოს სმენა, ხედვა, ყნოსვა და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი ჩვენთვის შემხებლობაში რაც არის, ამას ვეძახით ხილულს. და რასაც ვერ ვხედავთ, მაგალითად ანგელოზებს, რომლებსაც ვერ ვხედავთ, ვეძახით არახილულს. თვითონ არა. ეს ხო, ეს უბრალოდ ხო, ეს რა თქმა უნდა. არა. არა, ვილაპარაკებთ ამაზე დღეს. და ხილულსა და არახილულ სამყაროს შორის მინდოდა მეთქვა ესეთი რამ, რომ ადამიანის შედგენილობაზე თუ დაისმება ეს შეკითხვა, თქვენ ყველას კარგად უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანი არის სწორედ ესეთი შედგენილი. ანგელოზი შედგენილი არ არის. ის არაფრისგან არ შედგება, ესე იგი შექმნილია, არამატერიალურია, მინდა გითხრათ, ამ კუთხით, რომ რაღაცა სტიქიონებისაგან შემდგარი და დაშლას არ ექვემდებარება,
მაგრამ ადამიანი სწორედ ამ სტიქიონებისაგან შემდგარი, ანუ ის მიწის მტვერისაგან იქნა მოზელილი და მას აქვს ესეთი ორმაგი სამყარო, შეიძლება ესე ითქვას. ეს არის სულიერი სამყარო და ეს არის ხორციელი სამყარო. იმიტომ რომ ამ მატერიალურისგან არის მისი ხორცი და სულიერი არის მისი სული, რომელიც ღმერთისგან არის შთაბერილი. ამიტომაც ის ამ ორ სამყაროს შორის მერყეობს ყოველთვის. რომელს მისცემს უფრო მეტი განვითარების საშუალებას, ეს იქნება მისი ცხოვრება, მინდა გითხრათ. სულიერს თუ განავითარებს, რა თქმა უნდა, სულიერი იქნება წარმართველი და სული წარმართავს ხორცს და პირიქით თუ მხოლოდ ხორცს მიხედავს, ამიტომაც ადამიანი არის შექმნილი ნახეთ როგორ. ხორცის მიხედვით ის აბსოლუტურად გავს ცხოველს. არაფრით არ განსხვავდება მისგან და სულის მიხედვით ის გავს ანგელოზს. ამიტომაც თუ კი ამ გარდამავალ სივრცეში ჩვენ ახლა ვნახავთ ადამიანის მდგომარეობას, როდესაც ვამბობთ მაგალითად ვიღაცა წმინდანზე, აი ან გრიგოლ ხანძთელზე წერია რა, ზეცისა კაცი, ქვეყნისა ანგელოზი. იმიტომ რომ მან თავის ცხოვრებით აქ ანგელოზებრივად იცხოვრა და ნუ ზეცის კაცი გახდება მერე შემდგომ, იმიტომ რომ თავისი კაცობით უნდა ავიდეს იქ, რა თქმა უნდა, ამ კაცობრივ ბუნებას ვერსად ვერ დატოვებს. ეს ქრისტეს ამაღლებასაც ეხება, ჩვენ თუ მივედით დღეს აქამდე აუცილებლად ვიტყვით ამის შესახებ. ამიტომაც ეს ორი შედგენილი ნაწილისაგან, სულიერი და ხორციელი სამყაროსაგან შემდგარი ადამიანი ყოველთვის არის აი ამ განწვალებაში, შეიძლება ესე ითქვას, რომ სული თავისას ითხოვს, ხორცი თავისას ითხოვს და ადამიანი არის წარმართველი, მოკლედ, რომელს მიანიჭებს უპირატესობას, ისე რა ქვია, რომელი განვითარდება მასში. კარგი, ჩვენ ახლა გადავიდეთ შემდეგ მულცეთ, ორი გამირბის ხოლმე ამბები სხვაგან. მეორე მუხლი იწყება ასე. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთ. ერთი უფალი იესო ქრისტე, როგორც წეგან კი არა გასულ შეხვედრაზე ჩვენ ვთქვით, რომ მრწამს ერთი ღმერთი, იქ სხვა ენებში როგორც არის ვერუი ვაეძინავა ბოგა, აქაც ზუსტად ისე წერია. ვაეძინავა იესუსა ხრისტა. ანუ ერთი ეს არ არის ის ზუსტი თარგმანება, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია აი სხვა ენებზეც მე ამიტომ გირჩევთ ხოლმე თუ ვინმე სხვა ენა იცის, აი წმინდა წერილსაც ხანდახან სხვა ენაზე თუ წაიკითხავთ, აბსოლუტურად სხვა სივრცე და დიაპაზონი გაიხსნება თქვენს თვალწინ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას დაინახავთ, იმიტომ რომ ქართულად როგორია რომ კითხულობ და რაღაცა გესმის, შეიძლება კიდე უფრო მეტად გაგიფართოვდეს ეს ცოდნის არეალი. ამ ერთშიც ერთობა იგულისხმება, იმიტომ რომ ქრისტესშიც ერთობაა და ერთობა არის ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებისა. აბსოლუტური ღმერთი და აბსოლუტური კაცი. ყოველგვარი შერევნისა და ათქვეფის გარეშე. ეს არის დოგმატური საკითხი. აი წეგან რასაც გეუბნებოდით, რომ არის საკითხი, რომელზედაც იტყვი და იქ რაღაცა კვლევებს ვეღარ ჩაატარებ, თუმცა კი აქ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აი პირჯვარს როგორც ვიწერთ ჩვენ სიმბოლოს ამას ვაკეთებთ, რომ ეს ყოვლადწმინდა სამების საპატივცემულოდ სამი თითი ერთად შეიკრება და ორი თითი მოხრილია იესო ქრისტეს, ანუ განკაცებული ღმერთის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების საპატივცემულოდ და ასე ხდება პირჯვრის გადაწერა ჩვენში. ეს რას ნიშნავს? იესო ქრისტე, ჯერ დავიწყოთ მოკლედ ამ სახელების განხილვით. ამ ერთობაში გითხარით უკვე რომ იქ რა იგულისხმებოდა წამს ერთი ღმერთში რა იგულისხმებოდა და ახლა იესო ქრისტეშიც გითხარით რომ ღვთაებრივი და ადამიანურ ბუნებაზეა ლაპარაკი. თვითონ იესო გახლავთ სახელი, რომელიც სახელიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ სახელებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. არაფრით არ შეიძლება სახელების დარქმევა, ეხა ესე მოდაშია ეს სახელი და ამიტომ დავარქმევ და ამიტომ ასე ვიზავ, ასე არა. რაღაცა მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეთ თითოეული თქვენგანი ამ სახელს. და ამის მიხედვით უნდა განსაზღვრავდეთ, იმიტომ რომ სახელი შეიძლება განაპირობებდეს კიდეც ადამიანის ცხოვრებას. იესო განმათავისუფლებელს ნიშნავს, მინდა გითხრათ, და ძველ აღთქმაში იყო ასეთი პიროვნება, მაგალითად ისუ ნავესი. ეს იყო მოსეს მოწაფე. და ნახეთ როგორი სიმბოლური რამ არის, რომ მოსეს კი გამოყავს ეგვიპტიდან და თქვა ზღვაში გაატარებს ხალხს, თითქოს ნათლობაში გაატარა ეს ხალხი. მაგრამ
აღთქმულ მიწაზე, რომელიც იერუსალიმად იგულისხმება, იქ მოსეს კი არ შეყავს. იესოს შეყავს. ანუ შემყვანებელი ყველა შემთხვევაში იესოა, განმათავისუფლებელი ყველა შემთხვევაში იესოა. თუმცა კი მოსემ ისევე როგორც იოანე ნათლისმცემელმა ნათლობა აღასრულა, მაგრამ ეს არ იყო შემყვანებელი. შემყვანებელი იესო იყო ყველა შემთხვევაში. იესო ამას ნიშნავს. ქრისტე ნიშნავს ცხებულს. ებრაულად მესია, მეშიახ, რასაც ეძახიან, ცხებულს ნიშნავს, თუმცა კი პირდაპირ სიტყვა რომ დავშალოთ ებრაული ენიდან, მეშიახ ნიშნავს გამოგზავნილს. აი მეშიახები არსებობდნენ იქამდეც და მათ ჰქონდათ ასეთი ფუნქცია. გახსოვთ მე თქვენ რო გელაპარაკებოდით ცხეთელი ებრაელების შესახებ, რომ მათ ყოველთვის ჰქონდათ ეს კონტაქტები და არასდროს არ იერუსალიმში რა ხდებოდა, ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ. რატომ? იმიტომ რომ ეს მეშიახები გამუდმებულად მოძრაობდნენ. იერუსალიმსა და სხვადასხვა რაღაცა ლოკალურ ადგილას, ესე იგი ცხოვრებ თემებთან, ამ ებრაულ თემებთან. მაგალითად, ცხეთაში თუ ცხოვრობდა ებრაული თემი, იყო რაღაცა ესეთი ადგილი, ისინი აუცილებლად მიმოდიოდნენ. ვიღაცა მიდიოდა, ვიღაცა მოდიოდა და გამუდმებული ყოველდღიური თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც რაღაცნაირად ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქ მესია ხო არ მოვიდა. ამიტომ ამას მეშიახი ერქვა, ანუ გამოგზავნილი. მოციქული შეიძლება ესეც დავართლად, მოციქულის ცოტა სხვანაირია, მაგრამ ამ მეშიახს ისეთი უფლებები ჰქონდა, როგორც ელჩს მაგალითად. აი, ელჩი იყო, ეს ჩამოვიდოდა იერუსალიმიდან და აი ტაძრის სიტყვა მოქონდა. იმ ტაძარში რა ითქვა, როგორ განმარტეს წმინდა წერილი, წინასწარმეტყველება როგორ განმარტეს, მოგვიახლოვდა ეს დღე არ მოგვიახლოვდა. ანუ ესეთი უფლება მოსილი პირი იყო, რომელიც ჩამოდიოდა და ახორციელებდა თავის საქმიანობას, მინდა გითხრათ, მისიონერული თვალსაზრისითაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამიტომ აი ესეთი ორ მაგიის ჰქონდა. ეს მესია, ანუ მეშიახ, როგორც ებრაულად გამოითქმის, გახლავთ ამ შემთხვევაში ქრისტე, რომელიც გამოგზავნილია მამისგან კაცობრიობის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, მამის და ძის ნება ერთია, ამაზეც ვიტყვით მე და ბუნებრივია მისი ნების წინააღმდეგ არ მომხდარა ეს გამოგზავნა. სახელებზე უკვე გითხარით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის მუსულმანურ სამყაროშიც კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სახელებს და არქმევენ იმის მიხედვით, რომ ან თქვათ რომელიმე წინასწარმეტყველი იყო, ან რაღაცა თქვათ წინაპარში იყო დიდებული ადამიანი და მე ყველას გირჩევთ, რომ ასე მოიქცეთ, როდესაც გაჩნდება ადამიანი თქვენს ოჯახში, ეცადეთ, რომ სახელი იყოს შერჩეული შესაბამისად და არა ისე რაღაცა შე რომ ოფერებით გინდა დაუძახო იმის მიხედვით. ძე ღვთისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთ. ეხლა ამის შესახებ უნდა გავჩერდეთ ნამდვილად და უნდა ვილაპარაკოთ, რომ ძე ღვთისა, როდესაც ვამბობთ ჩვენ, ვამბობთ მამას, ძეს და სული წმინდას და ახლა ამ შემთხვევაში რადგანაც იესო ქრისტეს შესახებ არის სწავლება მეორე მუხლში, ძე ღვთისაზე ვჩერდებით და რა არის ეს ძე ღვთისა. ასევე მას უწოდებენ ლოგოს, ანუ სიტყვას. ასე იწყება იოანეს სახარება, ხო გახსოვთ, რომ დასაბამად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ეხლა ცოტა გაუგებრობა რომ გავფანტოთ, მთლად ზუსტ შედარებას ვერ მოვიტან, მაგრამ მიახლოებითი შედარებისთვის ჩვენმა ადამიანურმა გონებამ რომ წარმოიდგინოს და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს სიტყვები რაც აქ არის გამოყენებული, იმიტომ კი არ არის გამოყენებული, რომ ზუსტად გამოხატავს არსს. არამედ უბრალოდ ადამიანურ მარაგში არ გაგვაჩნია ჩვენს სხვა სიტყვა. ძე ღვთისას ამიტომაც ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენ კაცობრიად ეხლა ძეობილობაზე თუ ვილაპარაკებთ, ეს არის დროში რაღაცა განხორციელებული ადამიანის ცხოვრების ციკლში განხორციელებული, რომ იყო მამა და მერე შეეძინა ძე და იმ ძეს კიდე მერე შეიძლება ძე შეეძინოს და ამიტომ ჩვენი გონება სხვანაირად ვერ უშვებს ამას. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე ადამიანურ ლოგიკამდე ეს არ უნდა დავიყანოთ ჩვენ. ძე ღვთისას ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენმა გონებამ აღიქვას, მიახლოებით მაინც აღიქვას რის შესახებ არის ლაპარაკი. ძე ღვთისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ნიშნავს დროის შექმნამდე შობილი. ანუ უდროობაში შობილი თუ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი იყო მამა, მაშინვე იყო ძე. იმიტომ რომ თუ კი ვიტყვით, რომ არა, ჯერ მამა იყო და მერე ძე, მაშინ დროში შემოყვავს ის. იმიტომ რომ ჯერ ის და მერე ის, ეს დროის განსაზღვრებაა. მაგრამ როგორც კი ვამბობ მამასთან მაშინვე ძეს, ეს არის უდროობის მომენტი. ეხლა ასე რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ,
დაახლოებით, რომ მაგალითად მე მაქვს გონება, ხო მაქვს ტვინი, იმედია მაქვს. ხო მაქვს ტვინი, ჩემი ტვინი ხომ აზრებს შობს. ანუ ჩემი ტვინი მშობელი ხო არის აზრებისა. ეხლა ეს რომ ხდებოდეს დროის მიღმიერად, ეს დროში შობს ჩემი ტვინი უბრალოდ. ანუ ჩემი ტვინი ფიქრობს დროში, ვიწყებ ახლა ფიქრს, თქვათ როგორ უნდა დავისხა წყალი და დავლიო, ან თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ და დროში მოდის ეს ფიქრები და დროში ხორციელდება. მე ხორციელდება უკვე გამოითქმის ეს სხვა საკითხი, ამას დავანებოთ. მე რო გადავალთ თქვათ სულიწმიდის სწავლებაზე, შეიძლება მაშინ გავიხსენოთ, მაგრამ აი თუ კი ასე ვიტყოდით, რომ იყო მამა ღმერთი და სიტყვის მაგივრად გამოვიყენებთ სიტყვა აზრს. იყო მამა და იყო აზრი. ანუ როგორც კი იყო მამა, მაშინვე იყო აზრი. დროში კი არ იყო. დროში კი არ ვრცელდებოდა ეს აზრი, არამედ მაშინვე, როგორც კი მამის თანაარსებობასთან ერთად მომენტალური იყო მისი აზრი. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია უდროობაში როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ დროში ვცხოვრობთ და ყველაფერი დროში აღესრულება. მაგრამ ყველაფერი ჩვენი გონების მისაახლოებლად არის აქ ნათქვამი, რაც უკვე გითხარი და ჩემი საუბარით სწორედ ამას ემსახურება, რომ მიუახლოვდეს ჩვენი გონება ამას. თუ რამე ვერ გაიგეთ, ახლა უნდა მკითხოთ. ანუ მამას თუ წარმოვიდგენთ როგორც ღმერთს, რომელიც დროში არასდროს არ შობილა, ყოველთვის იყო და არის და მას აქვს აზრი. ანუ ჩვენ ამ დოგმატის მიხედვით იცით რა, რომელი დოგმატი უნდა მოვიშველიოთ ახლა? რომ ღმერთი არის უცვალებელი. ღმერთი რომ უცვალებელია, ამ დოგმატს საიდან ვადგენთ? რომ ცვლილება ესაჭიროება იმას, ვინც უნდა წარემატებოდეს ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ღმერთი როგორც სრულყოფილება უკეთესობისკენ როგორ შეიძლება წარემატებოდეს და მით უმეტეს უარესობისკენ ვერ წარემატება. ამიტომ აბსოლუტური უცვალებლობაა ღმერთი. ანუ დრო არის ადგილი, სადაც ცვლილება ხდება. დრო არის ადგილი, სადაც ცვლილება ხდება. დრო ჩვენი შეიძლება. რა თქმა უნდა. და ეხლა უყურეთ, თუ კი ვამბობთ, რომ ღმერთი უცვალებელია, მაშინ როგორ შეიძლებოდა მისი ძე შობილი ყოფილიყო დროში? მაშინ გამოდის, რომ ღმერთი იცვლება. იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც არ ქონდა მას ლოგოსი, არ ყავდა ძე, მოდი ესე ვთქვათ, და მერე გაუჩნდა. ანუ აზრი არ ქონდა, ვთქვათ, არაფერზე არ ფიქრობდა და უცბად მოიფიქრა. ეს როდის შეიძლება ხდებოდეს? მხოლოდ და მხოლოდ დროში. უდროობაში მსგავსი რამ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ როგორც კი არსებობს მამა, იქვე არსებობს ძე. ეს გახლავთ უცვალებელი დოგმატი. ეს გახლავთ უეჭველი ჭეშმარიტება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას ჩვენი გონებით და ლოგიკით დავიწყებთ ამის შეწინააღმდეგობას, აუცილებლად იმაში შევდივართ, წინააღმდეგობაში შევდივართ საკუთარ თავთანაც, იმიტომ რომ პირდაპირ ვამბობთ იმას, რომ ესე იგი თუ მერე გაჩნდა, ესე იგი დროში გაუჩენია. და თუ დროში გაუჩენია, მაშინ ღმერთს მოვიაზრებ დროში მყოფად, დროში მყოფად თუ მოვიაზრებ როგორც დასაწყისისა და დასასრულის მქონეს, და დასასრულის მქონე ღმერთი შეიძლება იყოს? არა, რა თქმა უნდა. იგივეა, თუ არ იყო და მოვიდა, ესე იგი საიდანღაც. ხო, თუ არ იყო და მოვიდა, ამას ვამბობ. თუ არ იყო და მოვიდა, ესე იგი საიდანღაც მოვიდა. რაღაცა დაიწყო, ეს მაგასთან არ იცი. ამიტომაც არის უცვალებელი და უძრავი. ვამბობთ უძრავს, იმიტომ რომ ყველგან მყოფია. თუ ის სადმე არ არის, იმ ადგილს სხვა იჭერს. და ეხლა ნახეთ, გრიგოლ ნოსელი ახსნის ამას ძალიან კარგად. მაგალითად, აი ტელეფონი, რომელიც ხელში მიჭირავს. რა შემოიცავს მას გარედან? ჰაერი, ხო? ჰაერი უფრო მეტია თუ ტელეფონი. რა თქმა უნდა, ჰაერი. ახლა თუ ვიტყვით, რომ ღმერთი სადღაცას არ არის, მას რაღაცა გარე მოიცავს. თუ რაღაცა გარე მოიცავს, ის ყოფილა ღმერთი და არა ეს. ამიტომ ღმერთი არის ყველაფრის გარემომცველი. ანუ ღმერთია ყველაფრის გარემომცველი და მასში არის ეს ყველაფერი. ანუ თვითონ მოიცავს გარს ყველაფერს, იმიტომ რომ თუ მას რამე გარე მოიცავს, ის არის ესე იგი ღმერთი. აქედან გამომდინარე, რადგანაც უცვალებელია, ესე იგი ძე, როგორც წავიკითხეთ, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ყოფილა შობილი. მაგრამ შობილს რო ვამბობ, კვლავ ადამიანური ლოგიკა მერთვება, რომ იშვა, ესე იგი დროში იშვა. არა, ეს ადამიანური ლოგიკა აქ უნდა გამორთოთ და თქვათ, იშვა უდროოდ. უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. არა. ამას არა. ერთი და იგივე აქვს მას არსობა. არსი ერთი და იგივეა. აი, რომ მაგალითად იგივე გონებაზე რო ვლაპარაკობდით.
ჩემმა გონებამ შვა აზრი. ეს გონება და აზრი ხო სხვადასხვა რამეა. ხო სხვადასხვა რამეა. მაგრამ პიროვნება სხვადასხვა ვთქვათ, იმ გულისხმობ რას იცი რომ ჩემი ტვინი სხვა არის და ჩემი აზრი სხვა არის? ერთი და იგივე. ანუ არსობრივად ერთია, მაგრამ გამოვლინებითად ორი რამ არის. ანუ ჩემმა გონებამ შვა აზრი და მე ეს აზრი გამოვთქვი. უყურე, ერთია გონება, მეორეა რომელიც იშვა და მესამეა რომელიც გამოითქვა. ეს არის სამი სხვადასხვა გამოვლინება, მაგრამ ერთი არსისგან. ერთი საწყისისგან, ერთი არსისგან. ეს ცალ-ცალკე რაღაცა არსებობა ხო არ გააჩნიათ ამათ დამოუკიდებელი. ერთი არსისგან გამოსული არის ეს, რაც ითქვა. სწორედ ასეთი ლოგიკით, ოღონდ ამ ლოგიკით უბრალოდ არა. ეს არის ადამიანური ლოგიკა, იმიტომ რომ მე დროში განვახორციელე ეს ყველაფერი. ჩემი გონებას დროშია შექმნილი. ჩემმა გონება რომ აზრი დაბადა, ესეც დროში განხორციელდა და შეიძლება ამის მერე გავიდა 50 წელი და ეს აზრი მერე გამოვთქვი მე საერთოდ. ანუ ესეც დროში გაწელილია ყველაფერი. ამ შესაბამისობაში ჩვენ ამ ლოგიკას ვერ მოვარგებთ ღმერთს, მაგრამ არსობრივი საკითხი რომ გავიგოთ, დაახლოებით ასე უნდა წარმოიდგინოთ, რომ თუ არსებობდა მამა ძის გარეშე და დროში შვა, ესე იგი დროში ყოფილა და ღმერთი არ ყოფილა. თვითონ მამაც განაძე არ ყოფილა. თვითონ მამაც არ ყოფილა, მაშინ ღმერთი ამ ლოგიკამდე მივალთ აუცილებლად. ისევე როგორც გამომავლინებელ სულწმინდაზე რომ მივალთ, იგივე ლოგიკით უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ამიტომაც არის ეს წინადადება, რომელიც დაგიწერეთ, დასაბამად შვა ღმერთებმა ცადა მიწა. ასე წერია ბიბლიის პირველი ფრაზა. ელოჰიმ მესამე სიტყვა იმაში რომ აქ ჩასმული ოთხკუთხედში. ელოჰიმ არის მრავლობითი რიცხვის აღნიშნული პირი ბოლოში რომ ი და ემი უწერია. ამიტომაც ეს პირდაპირი გაცხადება იყო, შეიძლება ითქვას ბიბლიის პირველივე ფრაზაში, რომ არ არის საუბარი ერთი ღმერთის შესახებ, რომელიც სამპიროვანია. თათბირი, როდესაც ადამიანი იქმნება, ქმნით მრავლობით შენათქვამი, ქმნით კაცი ხატად და მსგავსად. ეს უკვე ქართულ თარგმანშიც ასეა. აქ პირველ ფრაზაში ქართულ თარგმანში ჩვენ ასე არ აგვაქვს, იქ წერია დასაბამად ქმნა ღმერთმა. იმიტომ რომ არალოგიკურად გამოჩნდებოდა, ვერ გადმოთარგმნიდი ამას ესე სიტყვით, მაგრამ ადამიანის შექმნის შესახებ, როდესაც თათბირი მიმდინარეობს, ჯერ ვისე თათბირება ღმერთი. თუ არავინ არ არსებობს მის გარდა, ვის ცხოველებს ხო არ მოეთათბირება, რომლებიც უკვე შექმნა. ან იმას თევზებს და ფრინველებს. თათბირება, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა სამების თათბირი არის ეს. სიყვარულიც არ არსებობდა ერთილად. არის, აი, უყურეთ, სიყვარულზეც ხო საინტერესოა, რომ ამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია. სამყაროს შექმნამდე თუ სიყვარული იყო, ვინ უყვარდა? გამოდის, რომ ეგოისტი ყოფილა. მარტო საკუთარი თავი უყვარდა. მხოლოდ საკუთარი თავი თუ ეყვარებოდა, სამყაროს არ შექმნიდა და მით უმეტეს მხოლოდ შობილი ძე არ შეიწირებოდა მსხვერპლად. ანუ აქ არის სიყვარული, რომ მამას უყვარს ძე და სულიწმინდას მამა და ძე და ასე შემდგომ ესეთი წრე არის. აი ეს სიყვარული ასე ვლინდება. ამიტომ ის ლოგიკა, რაც თქვენ ბრძანეთ ბატონო მიხეილ, არ არის ამ შემთხვევაში გამოსადეგი. უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, როგორც უკვე მოგახსენეთ და შევეცადეთ თქვენთან ერთად მეც გამეგო რას ნიშნავდა ეს სიტყვები. ნათელი ნათლისაგან ჩვენ ღმერთის შესახებ გვაქვს კიდევ ერთი ასეთი ეპიტეტი, რომ ის არის სინათლე. ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან, ჭეშმარიტისა, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან. მე მგონი არ სჭირდება ამას შეჩერება, თუმცა კი მაინც მიუბრუნდები ცოტა ხანში. შობილი და არა ქმნილი. აი ეს სიტყვები კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ადამიანურ ლოგიკას არ დაექვემდებაროს, იმიტომ რომ შობილი და არა ქმნილი, იმიტომ რომ ჩვენ ამ შობას ქმნად შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ადამიანი რომ იბადება, იშვა კიდეც, დაიბადა კიდეც შეიძლება იქნას და შეიქმნა კიდეც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი ესე არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა უცბად. და შობილი და არა ქმნილი ნიშნავს აი ხაზგასმას იმისას, რომ მამასთან ერთად არსებულია, რა თქმა უნდა, udroობაში. შობილია და მეორე საწყისიც, ხო? დედისაგანაც და მამისაგანაც შობილი, ხო? იცი რა, ჯერ არ მივსულ ვართ კაცობრივ შობამდე.
ღმერთის შობაზე ვლაპარაკობთ, რომ კაცობრიվ შობამდე არ მივსულ ვართ. როცა კაცობრიվ შობაზე მივალთ, მაშინ ვიტყვით, რომ ქალისაგან იშვა. არა, მე პირველ შობაზეა საუბარი. პირველ შობაზეა რა თქმა უნდა საუბარი. იქაც შობაზეა ლაპარაკი. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია სხვა სიტყვის მარაგები ადამიანურად. რა თქმა უნდა, შობილი და არა ქმნილი. რატომ იცი თუ ვიტყოდით რომ დროში იშვა, მაშინ ქმნილი დაერქმეოდა მას. ქმნილი ვართ თითოეული ჩვენგანი, რომლებიც დროში ვიშვით. ღმერთისგან ვართ შექმნილები. შობილი და არა ქმნილი განმარტებაა იმისა, რაზეც ახლა ორი სიტყვით განმარტებაა იმისა, რაზეც შევეცადე ცოტა უფრო ვრცლად მელაპარაკე. თანაარსი მამისა ნიშნავს იმას, რომ სამარადჟამოდ ყოფი მამასთან ერთად, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომლისაგან ყოველი შეიქმნა, რო წერია ვისგან? მამისგან თუ ძისგან? ორივესგან. რა თქმა უნდა, ორივესგან. იმიტომ რომ მათი მოქმედება არ შეიძლება იყოს სხვადასხვა. არ შეიძლება იყოს სხვადასხვა. უბრალოდ საუბარია რაზე? რომ მამისაგან შობილი სიტყვა ქმნის არ ნიშნავს იმას, რომ მამა წინააღმდეგია და არ უნდოდა რაიმე ესქმნა. უბრალოდ ქმნიან ერთი არსება ღმერთი ქმნის, უბრალოდ მოქმედებდეს შეიძლება ხან ძეღმერთი და ხან სულიწმინდა ღმერთი. ისევე როგორც თქვა სულიწმინდა მოქმედებს სულთმოფენობის შემდგომ ეკლესიაში. სულიწმინდა მოქმედებს, თუმცა კი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამა და ძე არ მოიაზრება მასთან ერთად. ამ თქვა თუ კი ვიტყვით, რომ მამა თუ არ შეეხო ადამიანის გულს, ისე ის ქრისტეს ვერ შეიცნობს და სულიწმინდა მასზე არ მოვა. ხო ესე ვამბობთ? პეტრე მოციქულს ხო ასე უგნება პირდაპირ, შენ სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა ეს, არამედ ზეციერმა მამამო, როდესაც ის აღიარებს იესო ქრისტეს. და ასე ხდება, მამა ეხება გულს და ძის შეცნობა ამით ხდება და ამის შემდგომ სულიწმინდით იწყება მოქმედება, რომ შენ განიღმრთო და შენ დაიწყო მოქმედება როგორც ქრისტიანმა ადამიანმა. ამიტომაც თანაარსი მამისა, ანუ მარად მყოფი მამასთან შეიძლება ითქვას უდროობაში, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, ანუ მათ მიერ არის, ეს არ არის რომ ძე მერე გაჩნდა და მერე ვთქვათ რაღაცა დაიწყო სამყაროს შექმნა. მესამე მუხლი გახლავთ ასეთი, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. ამ დაებს აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, მინდა გითხრათ. ეს და კავშირი არის და რაღაც აზრის დასასრულია, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ რო წერია რომ გარდა მოხდა ზეცით, ზეციდან გარდა მოვიდა და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა, ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. კარგით, ეხლა დავშალოთ ისევ ეს წინადადება. ჩვენთვის კაცთათვის გარდამოსვლა გახდა საჭიროება მოკლედ ცხონებისთვის, იმიტომ რომ სხვაგვარად ადამიანის ცხონება შეუძლებელი გახდა. სხვათა შორის არის აქ არა მოქვს მე მგონი. არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. თუ გახსენდებათ ესეთი ხატი რუბლიოვის სამება. ხო, ყველას გაქვთ ნანახი. რუბლიოვის სამებას თუ კარგად დააკვირდებით, სინამდვილეში სამების გამოსახვა არ შეიძლება. იმიტომ რომ არავის არ უხილავს, თქვა ღმერთის, აი არსობრივად როგორ შეიძლება გადმოსცე, სიტყვითაც ვერ გადმოსცემ და ბუნებრივად ვერც დახატავ. ხა რაც გინახავს, იმის დახატვა შეგიძლია. ხო, ქრისტე ნახე შეგიძლია დახატო, მაგრამ ახლა რაც არ გინახავს, იმას როგორ დახატო? დანარჩენი შეიძლება სახე სიმბოლოებით დაიხატოს. ეს პატრიარქის დახატულია. მაგრამ მაჩვენეთ ეგ წიგნი და მაგის მიხედვით რაღაცას გეტყვით ახლა. გადმომაწოდე. ნუ რუბლიოვის სამება ცოტა სხვა ფორმები აქვს, მაგრამ მიახლოებით რო წარმოედგინოთ. დიახ. იცით როგორი რამ არის გაკეთებული? რუბლიოვის მიერ ძალიან ესე იგი მართლა ნაკარნახევი იყო ეს კაცი სულიწმინდის მიერ, რომელმაც ეს დახატა. ეს მოიაზრება როგორც ყოვლადწმინდა სამების თათბირი. ამ თათბირზე მეწამული ფერი აქ ცოტა არეულია საკითხი და იქ პირდაპირ განსაზღვრულია. მეწამული ფერი, რომელსაც ის აუცილებლად ქრისტეა. იმიტომ რომ მეწამული ფერი განასახიერებს მოწამეობას, ანუ მოწამეობრივ აღსასრულს. და აქ არის სამყაროს შექმნის შესახებ, ადამიანის შექმნის შესახებ უბრალოდ მსჯელობა და ქრისტე მიუთითებს თავის ხელით მსხვერპლზე, რომელიც მსხვერპლიც წინ დევს. ის არის დაკლული იქ მოკლედ ზვარაკი. ამ ზვარაკზე მიუთითებს ხელით და მამა და ძე მას აკურთხებენ. ანუ საუბარი არის რაზე?
რომ როდესაც იქმნება ადამიანი, იქვე ხდება დაშვება, რომ შეიძლება ადამიანი დაეცეს ცოდვით. და თუ დაეცემა, ქრისტე ამბობს, რომ მე წავალ და შევეწირები, ანუ მიუთითებ ზვარაგზე, რომ მე გავხდები ეს ზვარაკი და შევიწირები მათ გამოსახსნელად. და მამადაგან და მამისგან და სულიწმინდისაგან თანხმობა არის, მოკლედ ამ ხატში ესე არის გაცხადებული. ეხლა ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რომ რატომ გახდა ეს თათბირი საჭიროება და რატომ შეიძლებოდა დაშვებულიყო, რომ ადამიანი დაეცემოდა. იმიტომ რომ ჯერ ერთი დაშვება ამისი ყოველთვის შეიძლებოდა, რადგან ადამიანი თავისუფალი ნებით იქმნება, შეიძლება ის დაეცეს. მაგრამ აუცილებელი არ არის რომ დაეცეს. თუ ეს მოხდებოდა, ამ შემთხვევაში ეს თათბირი იქნებოდა უკვე განხორციელებული, ამ თათბირზე საუბარი იქნებოდა განხორციელებული. ეხლა რას გულისხმობს ეს ყველაფერი? აი მაგალითად, როდესაც აშენებენ სახლს, მას აუცილებლად უტოვებენ სახანძრო კუთხეს, ხო მართალია? მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ხანძარი უნდა მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხანძარი მოხდება, ამ სახანძრო კუთხეს გამოვიყენებ შესაბამისად. იქ რომ გრძელი მილია, მოუშვებ იქედან და წამოვა წყალი, რომელიც ჩააქრობს ხანძარს. დაახლოებით ესეთი მსჯელობა არის ეს, რომელიც ამ რუბლიოვის სამებაზე არის გამოხატული. იქ მე როგორ არის, იცით, ამ ფორმას თუ თვალს გააყოლებთ. თქვენ ნახავთ, რომ ბარძიმში ზის შუაში ვინც არის მეწამულფერიანი, ანუ ქრისტე ბარძიმში ზის, როგორც ზიარება ჩვენი ცხოვრებისა. კარგით, რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი, რომ ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანს რომ გამოეხსნა თავისი თავი ამ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან, ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო შეიძლება ვთქვათ ესა, რომ აი ჩვეულებრივად სამართლიანობა მოითხოვს ამას, ადამიანმა შესწოდა, ჯოჯოხეთში უნდა წავიდეს. მართლად იცხოვრა, მაშინ სამოთხეში უნდა წავიდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, აი იყო ისეთი ადამიანი, რომელმაც არაფერი არ შესწოდა? ასეთი ადამიანი არ დაბადებულა. 800 წმინდესაც არ უნდა მიეღწიათ. მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც სინაის თვიდან რო დაბრუნდა, ისი ანათებდა, რო ჩადრს იხვევდა სახეზე ხალხს რო დალაპარაკებოდა, იმიტომ რომ თვალს ვერ უსწორებდნენ. მიუხედავად ამისა, ჯოჯოხეთში მიდის. იმიტომ რომ მასაც აქვს ადამიანური ცოდვები. აი ქრისტეს განკაცება გახლავთ სწორედ ის მოვლენა, რომ ის აბსოლუტურად ყველაფრით გახდა ჩვენიანი, ანუ კაცი, გარდა ცოდვისა. გარდა ცოდვისა აბსოლუტურად ყველაფრით კაცი იყო. შიოდა, წყუროდა, ტკივილს განიცდიდა, სტკიოდა და რა ვიცი, ცრემლი მოსდიოდა და იღლებოდა, იმიტომ რომ წერია რომ დაიღალა, მოსწყურდა, მოშივდა, შეემშია, კი ბატონო, ცრემლები წამოუვიდა. ეს არის აბსოლუტურად ადამიანური მოქმედებები, მაგრამ ცოდვის გარეშე მას არ აქვს ცოდვა. შესაბამისად, აი იგივე ამ ლოგიკის, მხოლოდ სამართლებრივ ლოგიკას რომ მივყვეთ ჩვენ და ესე ვიმჯეროთ, ეხლა რომ გარდაიცვალა მოსე, კი არის ეხლა დიდი სიწმინდეს მიღწეული კაცია, მაგრამ ცოდვა აქვს. სად უნდა წავიდეს ჯოჯოხეთში? გარდაიცვალა ქრისტე. სად უნდა წავიდეს? მას ცოდვა არ აქვს. სამოთხეში. ანუ ჯოჯოხეთში უნდა წავიდეს, იმიტომ რომ სამოთხის კარი დაკეტილია, მაგრამ ჯოჯოხეთში მისი ადგილი არ არის, იმიტომ რომ არც ერთი ცოდვა არ აქვს. ამიტომ ის უნდა ამოვიდეს იქედან და ამოიყვანოს ის ადამიანები, ვინც მას ელოდებოდნენ. რა თქმა უნდა, ამას ყვები ახლა. აბა რა ვსყვები ახლა? რომ ჩადის ჯოჯოხეთი, 10 წუთში მორჩები. ნახეთ რას გულისხმობ, რომ ჩვენთვის კაცთათვის მოხდა ეს, მას ერთს კი არ სჭირდებოდა. ღმერთს რაში სჭირდებოდა, რომ განკაცებულიყო, ასეთი დამდაბლება მას არაფერში არ სჭირდებოდა. ერთადერთი რაც აუხსნელია ხოლმე სხვა რელიგიებისთვის, მაგალითად იუდაური რელიგია ამას ვერაფრით ვერ იგებს. ვერც მუსულმანური რელიგია ამას ვერაფრით ვერ იგებს. სხვებზე აღარ მაქვს საუბარი, რომ ღმერთის განკაცება როგორ არის შესაძლებელი და სინამდვილეში ამის აღიარებით არის სწორედ ჩვენი ცხონება. წეგან რომ მადლის მიერ იმაზე ვლაპარაკობდი პავლე მოციქულის ამ ეპისტოლის განმარტებაზე, ვინც უსმენდით ამას ყურადღებით, რომ სინამდვილეში სჯულით რომ ყოფილიყო ეს შესაძლებელი, მაშინ სჯულის დამცველი შეიძლება გამოჩენილიყო ვინმე და იმასაც შეეძლო აღედგინა ეს ყველაფერი, მაგრამ სჯულის დაცვით შეუძლებელი იყო ცხონება. შესაბამისად, ქრისტეს აუცილებლობა გაჩნდა. იმდენად დიდი იყო დაცემა, რომ სხვა ვერავინ ვერ აღადგენდა მას და ქრისტე ღმერთი განკაცდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღასრულოს ჩვენთვის.
ეხლა ნახეთ ჩვენი სარწმუნოება რა არის, ამ წამში გაცხადებულიც არის ეს და ჩვენი სარწმუნოება რა უნდა იყოს. აი ამ ნელთბილ დამოკიდებულებაზე ხშირად საუბრობ ხოლმე მეც რომ ღმერთი წახო კი წამს, მაგრამ აი ამისი გაცნობიერება სწორად რომ ერთია რომ ღმერთი წამს და მისი არსებობისა გჯერა, მაგრამ გჯერა თუ არა, რა გააკეთა მან შენთვის? გწამს თუ არა იესო ქრისტეს რომ შეუძლია შენი აღდგომაც? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ქრისტეს სარწმუნოების აღიარება სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ განკაცებული ღმერთის გჯერა თუ არა. განკაცებულმა ღმერთმა, რომელმაც ჯოჯოხეთში ჩასვლა და მკვდრეთით აღდგომა ინება, ამისი გჯერა თუ არა. თორემ აღდგომით ჩვენ ყველანი აღდგებით ისედაც. ამას რა თუნდა ლაპარაკი? აღდგებით, მაგრამ აი რისთვის აღდგები? ეს აქედანვე უნდა გჯეროდეს და გწამდეს. თუ გჯერა და გწამს რომ ქრისტესთან და მისი მოწყალებით შესაძლებელია გადარჩენა, ამის შესახებ არის ლაპარაკი და თუ არა ამბობ, არა მე ამას გავაკეთებ ყველაფერს სჯულის შესრულებით, მაშინ შორს ახარ ამ ყველაფერის სწავლებისგან და პავლე ამის შესახებ წერდა დღევანდელ დღეს სწორედ, რომ რატომ გადაუხვიეთ იმ სახარებას, რომელიც მე თქვენ გიქადაგეთ და გასავლეთ. ხო და იმასაც შეეხება გიგანახე, ეს და რას ნიშნავს? აზრს ამთავრებს, რომელიც ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენი საცხოვრებისათვის. ანუ ჩვენ ადამიანებისთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის გარდამოხდა ზეციდან გარდამოვიდა და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა, ანუ განხორციელდა სულიწმინდის მიერ და მარიამისაგან ქალწულისა. ანუ მარტო სულიწმინდა კი არ ყოფილა, მარიამისაგან შეიზილა მისი წმინდა ხორცი. ანუ სხეული მარიამისაგან მიიღო და სულიწმინდის მოქმედებით მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა კი ესეც საიდუმლოებითი საკითხია, აქ ჩვენ ვერ ვიტყვით რანაირად და როგორ, იმიტომ რომ შობამდე შობის დროს და შობის შემდგომ მარიამი ქალწულია, იმიტომ რომ ეს ორსულება არ ყოფილა თესლოვანებითი, ეს ორსულება იყო სულიწმინდის მიერ და შესაბამისად თქვათ, იქ არანაირი ზღუდი არ დარღვეულა. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედება იყო ერთი და მარიამის რა მოქმედება იყო? მარიამის თანხმობა იყო. კი, ხო გახსოვთ, რომ ეს როგორ იქნება ეკითხება ამას, ის რეუნება, რომ სულიწმინდა მოვა შენზე, ესე უცხადებს და იყავ ნებისაებ შენის. ამ თანხმობის გარეშე ეს საქმე არ მოხდებოდა. ანუ ღვთისმშობლისგან არის თანხმობა და სულიწმინდისგან არის ეს მოქმედება და განკაცნა, რო წერია ამის შემდგომ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. ზოგიერთ ლოცვებში წერია ის და გამოტოვებული ხოლმე ზოგიერთგან. და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა ზოგან არის განკაცნა. და აღარ არის ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. გადავამოწმებ ისე სხვაგანაც. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, შვიდგზის ლოცვებში მრწამსი არის? და მარიამისაგან დილის ლოცვებში. და განკაცნა ჩვენ ხო ვამბობთ ხოლმე. კი. დას აღარ ამბობთ ხოლმე. უნდა იყოს. ივნო და დაეფლა ზოგიერთგან ხო არის და ზოგიერთგან ივნო და დაეფლა და იქაც გამოვიდა და ეს და ხო. მაგას უბრალოდ ვაკვირდები ხოლმე რომ კი, უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, მაგრამ თუ გნებავთ, მაინც გადავამოწმებ კიდე სხვა იმეებშიც. სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა. მეოთხე მუხლი გახლავთ ესეთი. აქ არის კი საკითხი არის და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო და დაეფლა. აი ეს აქაც ყველაფერზე და არის, იმიტომ რომ რაღაც ერთი მოქმედება დამთავრდა და შემდეგი მოქმედება ვნება იყო, მერე დაფლა იყო. ამიტომაც არის ეს და უნდა იყოს აუცილებლად. ისე პონტოელ პილატეს ვინმეს რო ეთქვა, რომ ესე იგი შენი სახელის მოხსენიება იქნება საუკუნეების განმავლობაში, ვერ დაიჯერებდა ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ სოფლიოს ყველა კუთხეში მისი სახელი ისმის. ოღონდ როგორ ისმის, იმას გააჩნია. სხვათა შორის უნდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება ასეთ რაღაცებს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, იცით რომ? აი მაგალითად ზიარების წინ, როდესაც ვამბობთ მცირე მრწამს, ზიარების მრწამს, როდესაც ვამბობთ, რომ მრწამს უფალო და აღვიარებ, რამე თუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე წეღვთისა მოსული სოფლად, სოდულთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ, ეს ლოცვა როგორ გრძელდება? იქ არის მოხსენიებული
ორი ადამიანი. და ორივეს უარყოფითი რაღაცა კონტექსტია მოსცემი. არცა ამბორს გიყო ვითარცა იუდა და არცა უარყო ვითარცა პეტრე. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარო. ესე იგი დასახელებულია იუდა და ავაზაკი. რატო არ არიან სხვები დასახელებული? აქაც პონტოელი პილატეა დასახელებული. დიახ. ანას და კაიაფას? რა თქმა უნდა, განაჩენი მათ გამოიტანეს. არა, პონტოელ პილატეს უბრალოდ ეხა ეს თემა მოიტანა, თორემ ამას გეტყვით, რომ წმინდა ისტორიული კუთხით წერია აქვს, რომ ერთი არის რომ მოხდა რაღაცა ამბავი და ჩვენ აქ წამსი გვევნება, რომ ეს მოხდა კონკრეტულად ამ ისტორიულ ეპოქაში. ამის დასადასტურებლად ამის დასადასტურებლად არის პირდაპირ ხაზგასმული ეს, რომ პონტოელი პილატეს ზეობის დროს მოხდა ეს ამბავი და ამიტომაც ხაზგასმულია, თუმცა კი მე ვამბობ, რომ სულიერ ტექსტებშიც, აი მათ შორის ლოცვაშიც ძალიან ხშირად ვამბობ, არცა ავაზაკი, თქვათ, არამედ როგორც ავაზაკი აღგიარო, არა ამბორს გიყო როგორც იუდა, იქ რაღაცა პეტრეს იმაზე რომ არ უარყო ესე. აი სულ ხო როგორც მეძავი თქვათ და ხშირ შემთხვევაში ასეთი ეპითეტებია მოყვანილი, იმიტომ რომ შენ საკუთარი თავის შეცნობა უნდა შეგეძლოს. საკუთარ თავს უნდა ხედავდე ადამიანი. და რაღაცა იმასთან შედარება, კი არა, მე ახლა ეხა ესე ვთქვი აღსარება და ამიტომ ესე გამოვედი და ეხა იქეთ ისეთი სიმართლით ვიქნები, რომ არაფერი არ შემეშტევა. არა, უნდა დაინახო საკუთარი თავი, რომ იქ თქვათ იუდამ რომ ასე მოიქცა და ავაზაკმა ისე მოიქცა, შენი საქციელი ხო რას მიესადაგება და რას შეესატყვისება, შეიძლება ასე ითქვას. და ამიტომ ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეზე და ივნოდა დაეფლა, არის გახლავთ ისტორიული ამბის გახსენება და ხაზგასმა, რომ გარდა იმ სულიერი მნიშვნელობისა, რომელიც ჩვენ ქრისტესგან ვიცით, კონკრეტულად ამ ისტორიულ მომენტში აღესრულა ეს და პირიქით, ვისაც ქრისტე არ წამს და რაღაცნაირად ეჭვი ეპარება, მას შეუძლია გადაამოწმოს, ამით შეუძლია გადაამოწმოს ისტორიული რეალობა და ნახოს რეალურად არსებობდა თუ არა ქრისტე და რეალურად მოხდა თუ არა ის მოვლენები, რაც ჩვენ გვიწერია სახარებაში და რასაც ჩვენი მრწამსი გადმოგცემს. მე ახალ მოხს აღარ შევდგები, იმიტომ რომ გავიდა ამასობაში 1 საათი და არ მინდა დაგღალოთ შეკითხვები, თუ გაქვთ შეკითხვები დამისვით და ამ მოხს ისევ დაუბრუნდები მე შემდეგ შეხვედრაზე, თუ კი მოგვეცა შეხვედრის საშუალება. ესე იგი, ან ყველაფერი გაიგეთ და ან ვერაფერი, ხო? მიმდინარეობის დროს შეიძლება. ხო, მიშა? კი. დიახ. დიახ. აი სამებასთან დაკავშირებით უჩნდება ძალიან ხშირი შეკითხვები. იმ პერიოდში, როდესაც ქრისტე ასე თქვა მუსხოლია. დიახ. ერთი კითხვა დამისვეს ყვალიებში ყოფნის დროს მუსულმანმა დიახ. მოლობის. შემდეგ ეს კითხვა რუსულ საიტზე და როგორ შეიძლება სიტყვაზე ვთქვა ემბრიონი დიახ. მოსელში ყოფილი გაწეული ზომის ადამიანი სამიწევი ყოფილიყო რა. დიახ. მაშინ ეს თორმეტი წელი ამბავია, ეს კითხვა დამისვეს ყვალიებში და სიმართლე კი პირო როდესაც აღესრულა ქრისტე სული ჩავიდა ჯოჯოხეთი სული იყო დიახ. დიახ. დიდი გასულებული არა მაშინ იტუნებს ხო და ბერლამში დამება როგორც უკვე მეორე და ეს კითხვა გავიგონე სოციალისტებში მოვიხიო მუსულმანების საკანონმდებლო თემა და მოგზადებული საკითხი ჩვენს სამეცნიერო ეს არის. მე ეს კითხვა არის მე მოიგო დავიდოდი ფასეულობის სკოლის ცენტრში აი ბატონ გიორგი გოსერევა და იცით ჩვენ ამ შესახებ. დიახ. ბატონ გიორგის დაუსვით კითხვა ბატონ გიორგის ცნაა და კრავს საკითხებს ის ნახევრდეცე დაუსვახდა ისე გადაგიოდა. აი კონკრეტული მასშტაბი არ ყოფილა თქო. ჩვენ შემიძლია რაიმე ამის განყოფილება როგორ არ შემიძლია? ღმერთის განკაცება არ ნიშნავს გათქვეფას. აი მუსულმანყოფაზე საუბარი იმ
რა მნიშვნელობა აქვს მოცლად ყოფით მე რო დაიბადა დაიბადა მაშინაც გავიგე მაგრამ რო დაიბადა პატარა ხო იყო პატარა იყო თუერია და მოიცა კაცი შეიძლება ყოფილიყო არც კაცი არ ხო და რა მნიშვნელობა აქვს ემბრიონი თუ დასრული კაცი აი რა მნიშვნელობა აქვს ანუ იმას უშვებენ რომ კაცი შეიძლება გამختارიყო და ემბრიონი არ შეიძლება გამختارიყო ეს ხო აბსურდია იმიტომ რომ ის ემბრიონიდან მერე კაცი არ იზრდება მაგრამ ემბრიონი ჩასახვის მომენტია ადამიანურ იმაზე ვილაპარაკობთ ეხა ჩვენ ჩასახვის წამიდან მას აქვს თუ არა სული რა თქმა უნდა სული აქვს ის ჩვეულებრივი მე რა რომ ხელის გულზე შეიძლება ეტეოდეს ჩვეულებრივი ადამიანია სრულყოფილი სულიერი თვალსაზრისით იმიტომ რომ მას აქვს კაცობრივი სული და სხეული შეიძლება ვითარდებოდეს იმითი რომ თქვათ მე გამოვიდეს ხელები და ფეხები რაც იქამდე არ აჩნდა და გაიზარდოს მე როგორც ჩვეულებრივი ადამიანები იბადებიან და იბადოს ისეთ ჩვილობაში სწორედ ასეთ მდგომარეობა არის აქაც რომ ის არის სრული ღმერთი და სრული კაცი ჩასახვის წამიდან რა თქმა უნდა მე კი არ შეერთებულა ის ღმერთთან ჩასახვის წამიდან სრული ღმერთი და სრული კაცი რომ არის ჩვენ აქ ერთ რამეში არ უნდა ავურიოთ ეს რომ არანაირი ათქვეფა არ მომხდარა ღმერთსა და კაცს შორის, ანუ ღმერთი მატერია კი არ გამხდარა. ეს არ უნდა ვთქვათ, ეს წვალებლობაა. ღმერთი მატერია კი არ გამხდარა. კაცი გახდაო რომ ვამბობ, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მატერია გახდა ღმერთი. ან ვთქვათ მატერია გახდა, პირიქით მატერია იმას ქნა, რა ქვია, შეუერთდა ღმერთს, არაფრით არ შეიძლება მსგავსი ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს წვალებლობაა. ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ეს არის შეურევნელი, მაგრამ განუყოფელი. გულისხმობს სრულ ღმერთსა და სრულ კაცში ერთ რამეს, რომ ამ შეერთების შედეგად მან სრულად დაიტოვა კაცობრივი თვისებები, ცოდვის გარდა ყველაფერი მიიღო და ამავდროულად სრული ღმერთია. მოქმედება მასში არის ერთი, ორი, კაცობრივი და ღვთაებრივი. ნახეთ, რას გულისხმობ ამაში? ნება არის ორი. და მოქმედებაც არის ორი შესაბამისად. მოქმედებს ის ან კაცობრივად, როდესაც ჭამს, მაგალითად კაცობრივი მოქმედებაა, მაგრამ როდესაც ყდარსევნება ადექიო და დგება, ეს ღვთაებრივი მოქმედებაა. ნება არის ორი, მაგრამ ეს ნება ღვთაებრივი ნებასთან კაცობრივი ნება იმდენად სრულყოფაშია, რომ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან არ მოდიან, არანაირად არ მოდიან. ამიტომაც, როდესაც თქვათ რაღაცას გადაწყვეტს, იქ კაცობრივი ნება და ღვთაებრივი ნება ერთმანეთს, იმიტომ რომ პიროვნება ერთია. ერთ პიროვნებაში არის ღმერთი და კაცი. აი ჩვენ ხშირად ეს გვეშლება დღესაც შეიძლება კამათი ამის შესახებ გაიგონოთ, რომ აი ვიღაცები ამბობენ, რომ მეორედ მოსვლის ჟამი ქრისტემ არ იცოდა. და ნუ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. როგორ შეიძლება ერთმა პიროვნებამ რაღაცა თან იცოდეს და თან არ იცოდეს. თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთია, ღმერთმა ხომ ყველაფერი იცის. თუ კი ვამბობთ, რომ კაცია, კაცმა ყველაფერი არ იცის. მაგრამ როდესაც შეერთდა ერთი პიროვნება გახდა, ადამიანური ბუნება და კაცობრივი ბუნება ერთი პიროვნება რო გახდა, ამ ერთმა პიროვნებამ ან იცის, ან არ იცის. თუ ღმერთია იცის, რა თქმა უნდა. თუ ადამიანია არ იცის, ეხა ვიღაცა მეტყვის, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ქრისტეს ორად ყოფ. ანუ ღმერთი იესო და კაცი იესო. ასე არ შეიძლება, ეს წვალებლობაა. თუ ასე იტყვი, მაშინ გამოდის, რომ ორი პიროვნებაა და ისინი ერთმანეთში გამუდმებულად რაღაცას ათანხმებენ ერთმანეთთან, რომ მე ვიცი და შენ არ იცი. ასე არ არის. პიროვნება ერთია. ნება ორია, ორი ნება აქვს, ღვთაებრივი და ადამიანური. გამოვლინებად შეიძლება ორი იყოს. ნებაც და ბუნებაც. ბუნება ცალკე რაღაცაა და ნებაც ეხლა შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ერთი მეორის გარეშე, მაგრამ თუ კი ვიტყვით, რომ არსებობს ბუნება, მაგრამ ნებას არ ვამოქმედებ. მაგალითად, მაგ ადამიანური ბუნება და მწყურია წყალი, მაგრამ არ ვსვამ წყალს. ანუ ნება მაქვს, მაგრამ არ ვამოქმედებ მას. და მას აქვს ორი ბუნება და აქვს ორი ნება, რომელზედაც შეიძლება ერთს ამოქმედებდეს, მეორეს არ ამოქმედებდეს. მაგრამ არსებობს რაღაცა ბუნებრივი თვისებები, რომელი ბუნებრივი თვისებაც ერთმანეთს ვერ ითავსებს. მაგალითისთვის ეს არის უცოდინრობა, რაზეც წეგან ვლაპარაკობდი. ერთ პიროვნებაში ვერ მოთავსდება ცოდნა და უცოდინრობა. ანუ ამ ბუნებით მას ადამიანური მას კი არ წაართვა, გაამდიდრა უბრალოდ. როგორი მაგალითი მოაქვთ წმინდა მამებს ამ შემთხვევაში? წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი და შემოვიტანეთ შიგნით ანთებული სანთელი. ეს ანთებული სანთელი ხო გაანათებს ამ ოთახს. მაგრამ მკითხულობ, ეს თვისება ოთახისა არის თუ სანთლის? სანთლის, რა თქმა უნდა. ანუ სანთელმა გაანათა ბნელი ოთახი.
რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივმა ნათელმა გაანათა ადამიანური სიბნელე. ამ შეერთების შედეგად ღვთაებრივ ადამიანური ბუნების ათქვეფის შედეგად კი არა, ერთ პიროვნებაში გაერთიანების შედეგად და ეს ერთი პიროვნება მცოდნეა ყველაფრისა. გამომდინარე იქედან, რომ ღვთაებრივმა ბუნებამ გაამდიდრა კაცობრივი ბუნება. აი, არის თვისება, რომელიც გაამდიდრა, არის თვისება, რომელიც აბსოლუტურად ხელშეუხებელი დატოვა, არის თვისება, რომელიც ესე იგი არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს და თავისთავად ისევე დარჩნენ მოქმედებაში. რაც შეეხება იმ ემბრიონის საკითხს, ბოდიში მარკოს აუცილებლად გიპასუხებ. თქვენ რას თქვით? ეს მათთვის დაუშვებელია ზოგადად აქ ემბრიონზე კი არ ლაპარაკობენ ისინი. ზოგადად განკაცებაზე ლაპარაკობენ. და მათ უნდა შეეკითხო, რომ შეუძლია რამე, ის არის რამე ისეთი თემა, რაც ღმერთს არ შეუძლია თქო, უნდა კითხოთ, იმიტომ რომ როგორ ეხა ღმერთს რაღაცა უნდოდა და ვერ გააკეთა? მოუნდა განკაცება და განკაცდა და ახლა ვინ უნდა უკარნახოს რომ არ განკაცდეო. ესეთი საკითხია ეს, თორე მეტი არაფერი. ერთ პიროვნებაში რა თქმა უნდა სრული ღმერთი და სრული ადამიანია, ჩასახვის წამიდან და მე ჩვენ წავიკითხავთ ამაღლდა ზეცად და დაждდა მარჯვენით მამისა, როდესაც ვიტყვით ამას. ზეცად ამაღლება მისი რითი დავინახეთ ჩვენ? ადამიანური ბუნებით. რა თქმა უნდა, აბა ისე ყველგან მყოფი ღმერთი, როგორ შეიძლება ან ამაღლდეს და ან დამდაბლდეს. ის ისედაც ყველგანაა. მოძრაობა ვის შეუძლია? ადამიანს. ამიტომ ადამიანური სხეულის ზემოთ ატაცებას ვხედავთ ჩვენ. ამაზეა საუბარი. მარკოს, დიახ, თქვენ რა? ეს გამოდის რომ ნიშნავს რომ ერთმა თუ ქრისტემ ადამიანურმა ბუნებამ სულად მიიღო ქაებრივი ბუნება და შეეძლო ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სხვა ადამიანები. რა თქმა უნდა. არა. ოღონდ ამაში განსხვავება უნდა დავინახოთ ჩვენ ახლა, რომ ადამიანური ბუნების შეერთება ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ესე იგი მიიღო ადამიანური ბუნება, რათა განაღმრთოს ადამიანი. ამიტომ ან განხრთობისთვის ყველან ვართ მოწოდებული, რა თქმა უნდა. როდესაც ეუბნება ერთი ქალი მას, რომ ნეტარარს ძუძუნი რომელთაც წოვდი შენ და მუცელი რომელმა გიტვირთა შენ, რას პასუხობს მაცხოვარი? კი, ნეტარ, მაგრამ ნეტარარს ის, რომელმაც დაიმარხოს სიტყვა ღვთისა და როგორ ამბობს? შეასრულოს. ნუ ხო, და მოდი ასე აღასრულოს. რას გულისხმობს ეს? ღვთის სიტყვის დამარხვა და შენახვა და აღსრულება რას გულისხმობს? ისევე როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა იესო დაიტია, შენც ასეთივე დამტევნელი ხარ იესოსი. დამტევნელი ხარ როგორც მისი სწავლებისა, გჯერა მისი ამ გამომხსნელობითი მსხვერპლისა, ამის დამტევნელობის შედეგია ის, რომ სულიწმინდა უნდა მოვიდეს. ანუ ეს პოტენციალი გვაქვს. აბსოლუტურად ყველა ადამიანს. აბსოლუტურად. მადლით რო გახდე ღმერთი, აბსოლუტურად შესაძლებელია ყველა ადამიანისთვის. აქ რო წერია სხვათა შორის, რომელიც ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენი საცხოვრებით, ვინ კაცებზე წერია, ქრისტიანებზე წერია მარტო? აბსოლუტურად ყველას. ვინც დაბადებულ ადამიანის შემდგომ და დაიბადება მეორედ მოსვლამდე, აბსოლუტურად ყველა კაცში არის ამის პოტენციალი. რომ ის გახდეს ღვთის სიტყვის დამტევნელი, ისევე როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ამიტომაც სხვა კაცზე აუგი არ უნდა თქვათ. კარგი, დავასრულოთ. მადლობა თქვენ ყურადღების